PowerPoint-ის უახლოესი ვერსიები გვაძლევენ საშუალებას პროგრამიდან გაუსვლელად გარკვეული დამუშავება გავუკეთოთ ფოტოებს. ეს არის რა თქმა უნდა ბაზისური დამუშავება, ის ვერ შეედრება Photoshop-ის შესაძლებლობებს, თუმცა მოხმარებათა უმრავლესობისთვის ალბათ ეს არის საკმარისი და კომფორტული, რომ ჩვენ არ გვიწევს სხვა პროგრამაში შესვლა და იქ რაღაცების კეთება. როგორ მოვახდინოთ სურათის დამუშავება? ალბათ ყველაზე მარტივი საშუალება ეს არის დავაჭიროთ თვითონ სურათს და მას შემდეგაც ჩვენ დავაჭერთ სურათს, გამოჩნდება დამატებითი ჩანართი ლენტაზე, Picture Tools ფორმატი. თუ ჩვენ შემთხვევით დავაწყაფუნებთ სადმე სხვაგან, ეს ჩანართი გაქრება, გაითვალისწინეთ, დავაწყაფუნოთ და პირველი რასაც ყველაზე ხშირად იყენებენ, ეს არის ჩარჩოები, ამ Pictures Styles, იმიტომ შეიძლება თქვათ ჩარჩოსთან არ გქონდეს საქმე, არამედ გქონდეს დაუშვათ რაღაც ესე 3D-ში სურათის დამუშავებასთან, ჩვენ შეგვიძლია გქონდეს ესეთი რაღაცეები გაკეთებული, ესეთი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ გარდა მზა ჩარჩოებისა, ჩვენ შეგვიძლია დამატებით კიდე დავადოთ სურათს ეფექტები, როგორც არის, გარშემო თითქოს რაღაც შუქია, ჩვენ შეგვიძლია 3D მოდელები შექმნა და ეს რაღაცები გავაკეთოთ. მოკლედ შესაძლებლობები რაღაც ესეთი ეფექტების არის საკმაოდ დიდი. ეხლა ჩვენ დავაბრუნებთ ამას ჩვეულებრივ თავდაპირველ პოზიციაში, რომ რაღაცები კიდე განახოთ. Correction-ები, ეს არის ალბათ დაახლოებით იგივე რაღაცაც იყენებენ selfie-ების გადაღების დროს Instagram-ზე. გაგვიჭედა ამ და არის უამრავი ესეთი ეფექტი, რომელიც შეგიძლიათ თქვენ გამოიყენოთ. ჩვენ გვაქვს აგრეთვე დამატებითი ეფექტები, თითქოს ეს არის ფანქრით დახატული და ასე შემდეგ. მოკლედ თუ ჩვენ ძალიან აუღურებთ აქ და უკვე ჩვენ მიუღებელია ის ყველა ეფექტი, რაც ჩვენ დავადეთ ჩვენ სურათს, აქ არსებობს ღილაკი reset picture-ი, რომელთაც ჩვენ გავანულებთ აბსოლუტურად ყველა ცვლილებას და დავუბრუნდებით პირველამდელ პოზიციას. ძალიან კარგი ღილაკია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აი ამ ეფექტების დადებით, ამ რაღაცების ასე ვთქვათ, გაკეთებით, ძალიან მახიჯდება სურათი და ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია დავარესეტოთ ეს ჩვენი სურათი. Remove background-ი, ეს არის ღილაკი, რომელიც ცდილობს წაშალოს უკანა ფონი. თუმცა ყოველთვის კარგად არ გამოსდის ეს ამ პროგრამას და მე ვიტყოდი, რომ 99% შემთხვევაში არ გამოსდის კარგად. ზოგ შემთხვევაში არის პირიქით რაღაც უარესი შედეგი, ეს არის სრულიად უაზრობა, ხო ესეა. შესაბამისად, ამას ძალიან იშვიათად იყენებენ. მაგრამ როგორც აი ამ სურათზე შედარებით ამართლებს, შედარებით ამ სურათზე კარგად გამოსდის ამ ჩვენ PowerPoint-ს background-ის დაშვა. მაგე დავაბრუნოთ ეს თავდაპირველ პოზიციაში. ჩვენ ასევე აქვს ღილაკი change picture. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია სურათი წავშალოთ უბრალოდ და ჩავსვათ მის ადგილას ახალი, ან ჩვენ შეგვიძლია change pictures დავაჭიროთ და ავირჩიოთ კომპიუტერიდან ფაილი, ან ისე მოვძებნოთ ინტერნეტში და ჩავსვათ ამის ნაცვლად. ეს შესაძლებლობაც არსებობს. ძალიან საინტერესოა ღილაკი compress pictures. და რას აკეთებს ის? თუ ჩვენ პრეზენტაციაში გვაქვს ძალიან ბევრი სურათი, ეს ზრდის პრეზენტაციის ზომას. ანუ ჩავთვალეთ, რომ ყველა სურათი ინტეგრირდება პრეზენტაციაში. თუ ეს არის პირობითად 30 სლაიდიანი პრეზენტაცია მაღალი ხარისხის სურათებით, პლუს მან ფონებიათ არის სურათები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, პრეზენტაციის ზომა შეიძლება გახდეს ძალიან დიდი და ამ შემთხვევაში მისი გადაგზავნა მეილით, მიწოდება ან ატვირთვა სადმე გახდეს პრობლემური. იმ შემთხვევაში ჩვენ დავაბრუნოთ ადეკვატურ ფარგლებში პრეზენტაციის ზომა, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ღილაკი compress pictures და ალბათ ლოგიკურად ხვდებით, რომ ეს არის სურათების დაკომშვა, შეკუმშვა. თუ ჩვენ მონიშნული გვექნება აი აქ apply only to this picture, ამ შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტული სურათი, რომელსაც ჩვენ ვიმყოფებით, იქნება შეკუმშული, აქ არის ხარისხები, რაც უფრო მაღალია PPI, შესაბამისად, მით უფრო მაღალი იქნება სურათის ხარისხი შეკუმშვის შედეგად, თუმცა ზომა ნაკლებად შემცირდება. ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,
PowerPoint-ის პრეზენტაციის შემთხვევაში, როცა საქმე ეხება PowerPoint-ის პრეზენტაციის ჩვენებას, თუნდაც აი ეს ყველაზე დაბალი 96 ერთეული არის საკმარისი და ფაქტობრივად სურათს თითქმის არ ეთყობა შეკუმშვა და ხარისხის დაკარგვა. Რა თქმა უნდა, შეიძლება მე თუ თქვენ გინდათ აი ამ პრეზენტაციიდან სურათის ამოღება და შენახვა ცალკე, ამ შემთხვევაში დაეთყოს იქ ჩვენებისას სურათის ხარისხის შეკუმშვა, თუმცა თვითონ პრეზენტაციაში რაც მე მქონდა გამოცდილება არ ემჩნევა და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ თუ მაგ პრეზენტაციაში გამოიყენებთ თამამად აერჩიოთ ეს დაბალი რეზოლუცია, სამაგიეროდ პრეზენტაციის ზომა ძალიან საგრძნობლად შემცირდება. ზოგჯერ ნახევარზე მეტი შემცირდება და შესაბამისად ძალიან კარგია ეს ყოველივე. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ყველა სურათზე შეიცვალოს, უბრალოდ ყველა სურათი შეიგუმშოს პრეზენტაციაში, ჩვენ გვჭირდება მოხსნა აი ამ მონიშნის და შესაბამისად ამიერიდან ყველა სურათი შეიკუმშება OK-ზე დაჭერით. რაც შეეხება cropped არის, ჩვენ ახლა ვისწავლით სურათის გაგრძელებას სურათისთან ადგილების მოჭრას და თუ თქვენ აღარ გჭირდებათ ეს მოჭრილი ადგილები მეხსიერებაში, რაც ასევე იკავებს ადგილს, თქვენ შეგიძლიათ ეს მონიშნულად დატოვოთ და შესაბამისად კიდევ უფრო მეტად მოიგებთ სურათის ასე ვთქვათ შეკუმშვის ხარჯზე პრეზენტაციის ადგილს და შესაძლოა უფრო ადვილი იქნება მისი გადაგზავნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა მე დავაჭერ OK-ს და ფაქტობრივად როგორც ხედავთ, არაფერი არ დაეთყო სურათებს პრეზენტაციის თვალსაზრისით ვთქვათ შეკუმშვის მომენტში. რაც შეეხება crops, ეს არის სურათიდან გარკვეული ადგილების მოჭრა. მაგალითად მე აი ამ სურათზე ვფიქრობ, რომ აი ეს ნაწილი არის ზედმეტი, ხო? ბაუშვად. ამ შემთხვევაში მე დავაჭერ crop ღილაკს, აი აქ. და როგორც ხედავთ, კუთხეებში და აი აქ ასე ვთქვათ შუაში გაჩნდა სპეციალური შავი ერთეულები, შავი ნიშნები, რომელთაც მე შეგვიძლია მათ დავაჭირო მაუსით და ჩამოვწიო შესაბამისად ადგილი, რომელიც მე ამჭირდება, ის იქნება ნაჩვენები ესე ფერფთავად, ნაცისფრად. მას შემდეგაც მე დავაჭერ გარეთ, სადმე როგორც ხედავთ, სურათი მოიჭრა და რაღაცნაირად უფრო მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგი შედეგი მივიღეთ, ვიდრე ის ზედმეტი ნაწილი გვერდზე, რომელიც აბსოლუტურად არაფერს არ გვაძლევდა. ეს არის ძირითადად, რაც საჭიროა სურათების დამუშავებასთან დაკავშირებით ვიცოდეთ და ამ ასეთი ეფექტები, თუნდაც აი აქ ჩვენ მოგვაქვს ეფექტი სარკისებური, ჩვენ მე ვფიქრობ, უფრო დადებით შედეგს მივიღებთ, თუ არ გადავამლაშებთ აქაც მოკლედ არ უნდა გადავამაშოთ და ძალიან ესეთი ეფექტები არ დავადოთ ყველა სურათს, რომ აქ ვიჭიროთ თვალები, მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალურად ამ ყველაფრის გამოყენების შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო ორიგინალურ პრეზენტაციას.